მოგესალმებით, მე ვარ ზურაბ ყიფიანი, 11 წლის აზროვნების აკადემიის მოსწავლე. ჩემი აზრით, ყველაზე საინტერესო ბავშვებისთვის წასაკითხად და ვისაც მძაფრ სიუჟეტიანი წიგნები გიყვართ, აუცილებლად უნდა წაიკითხოთ კორალაინი. კორალაინის მთავარი გმირი არის ერთი გოგო, რომელიც გადავიდა ახალ სახლში. ამ გოგოს ძალიან არ უყვარს ახალი სახლი და მოსვლის პირველივე დღიდანვე მიდის თავის ეზოში, ჯერ ათვალიერებს სახლს, შემდეგ გადის დასაზვერვად გარეთ. იცნობს მეზობლებს და ძალიან საინტერესო აღმოჩენებს აკეთებს. ერთ დღეს მან თავის სახლში აღმოაჩინა პატარა კარი. და დედამისს დაუძახა, რადგან ის გაეხსნა. დედამისმა გაუხსნა კარი, მაგრამ ეს ამოშენებული დახვდათ. კორალაინს იმედები გაუცრუდა, არ ეგონა თუ ამოშენებული დახვდებოდა. დედამისმა უთხრა, რომ ალბათ მეორე სახლის აშენების დროს ამოაშენესო. კორალაინი დასაძინებლად რომ წავიდა, უკვე ბალიშზეედო თავი, როცა რუწუნის ხმა გაიგონა. გადაიხედა და დაინახა თაგვი. თაგვს გაეკიდა და დაინახა, რომ დედამისის ჩაკეტილი კარი ისევ იყო ღია. და ზუსტად წრუწუნა შეძრო ამ კარში. როცა გააღო ეს კარი კორალაინმა აღარ იყო ამოშენებული და დახვდა შიგნით პატარა კოლიდორი, რომელიც იყო მეორე ოთახში. როცა კორალაინი მეორე ოთახში გავიდა, თითქმის ყველაფერი იგივე იყო, მაგრამ თითქმის ყველაფერი საპირისპირო იყო. მოკლედ რომ ვთქვათ, ეს ოთახები იყვნენ პარალელური. იმ ოთახში დახვდება დედა. ოღონდ არა ის დედა, რომელიც ნამდვილი დედა იყო. მას ოთახში დახვდება სხვა დედა, რომელსაც ჰქონდა ღილების თვალი. საერთოდ იმ სამყაროში ყველას ღილების თვალი ჰქონდათ. კორალაინს უკიდეს ყველაფერი, რაც უნდოდა. კორალაინს ძალიან მოეწონა ეს სამყარო და გადაწყვიტა, რომ დარჩენილიყო იქ. მაგრამ ერთი პირობა უნდა შეესრულებინა. ეს პირობა იყო ის, რომ მასაც უნდა აეკრა ღილის თვალები. ღილის თვალების აუკრა კორალაინს ძალიან არ უნდოდა და დედამისს განუცხადა სასტიკი უარი. რის გამო დედამისი გაბრაზდა და კორალაინი ჩაკეტა სარდაფში, სადაც გაიცნო ახალი ბავშვები, რომლებმაც უთხრეს, რომ ის არ იყო კეთილი დედა. მათ ამოაცვალა თვალები და მათ აუკრა ღილის თვალები და შემდეგ მათ მოპარა სულები. დასასრულს აღარ ვიტყვი, რადგან ბევრ ბავშვს შეიძლება ეს წიგნი უნდოდეს წასაკითხად და შემდეგ ჩემი დასასრულის თქმის შემდეგ აღარ უნდოდეს. ეს წიგნი იმიტომ უნდა წაიკითხოთ, რომ არის კარგი წიგნია, მძაფრ სიუჟეტიანია, ცოტა საშიშიც არის და ვისაც მოსწონს ესეთი წიგნები, აუცილებლად უნდა სცადოს კორალაინი. მადლობთ.